საკუთარი განავალით წერდა ადამიანი, არსებობდა ესეთი ადამიანი, მარკიზ დე სადი, რომლის საპატივსაცემად ემოდათ სადიზმს დაარქვეს სადიზმი. ის იმდენად სადისტი იყო, რომ რამე რომ გაეფუჭებინა, პროსტა მაგიტო ვარდებს, ფურცლებს აგლეჯდა და ყრიდა მდინარეში. ეს ადამიანი წერდა უგარყვნილეს და უგათახსირებულეს წიგნებს, ჩაამწყდეს საგიჟეთში, აკრძალეს მისი ლიტერატურა, რაღაც მომენტში მე კალმები და რაღაცები წაართვეს, დაიწყო საკუთარი სისხლით წერა, მე ეგეც არ იყო, მოისაქმა საკანში კი არა, რაც ქვია იმ საკუთარ პალატაში და განავალით დაიწყო კედლებზე რომანების, ასე ვთქვათ, წერა. მოკლედ, მინდა რომ ამ ადამიანის წიგნზე გესაუბროთ შემდეგ ვიდეოში, ამიტომაც მოარიდეთ ბავშვები ეკრანებს, გამოიწერეთ ჩემი TikTok არხი, დაალაიქეთ და დაარეპოსტეთ ვიდეო და გახსოვდეთ, პოეზია უპირველეს ყოვლისა.